მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც უკვე გითხარით, ახლა უნდა მოვიკითხოთ და ვისაუბროთ ანსამბლი ჰერულას შესახებ. ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლი არის, რომელიც ლაგოდეხში კონცერტს მართავს. ანსამბლის ხელმძღვანელი გვერდობა პირდაპირ ეთერში ვასილ პაპიაშვილი. ვასილ, მოგესალმებით დილამშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით სრულიად საქართველოს, ჰერეთს მივესალმები და იმ რეგიონებს, ლაგოდეხსა და სამთო-წყაროს, სადაც ჩვენ ვაპირებთ ახლა კონცერტის გამართვას. წინასწარ წარმატებას გისურვებთ და მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. პიკის საათში თქვენ ყოფილ ხართ ადრეც, გვისაუბრია და ასე რომ ასე თუ ისე იმედი მაქვს ვითვლებით თქვენს მხარდამჭერად და გვინდა რომ მოვყვეთ ახლაც, რა თქმა უნდა, ვინც მაშინ უსმენდა დაახლოებით შეიძლება იცოდეს, მაგრამ მაინც მინდა 1-2 სიტყვით წარსულს გადავწყვეტთ და თვითონ ჰერეთის შესახებ თქვათ რამდენიმე სიტყვა, რომელიც უკვე ბევრი წელი არსებობს. მე თუ არ ვწდები 2011 12 წლიდან, ხო, როდის დაარსდა ანსამბლი? ჰერულას გულისხმობთ თქვენ. ჰერულა, ხო, აბა რა თქვი? დიახ, ანსამბლი ჰერულა 2011 წელს დაარსდა, დიახ. გრძელდება ჩვენი ისტორია და იმედია ასე მრავალჟამიერ გაგრძელდება, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს ჩვენგან. მთავარი მიზანი მე როგორც მივხვდი გქონდათ, ანუ ეს კუთხური ავთენტური სპეციფიური კილოს შენარჩუნება, შენახვა, რასაც მართლა სჭირდება შენახვა, ინგილოურ დიალექტს, ყოფას, კულტურას, რამდენად ახერხებთ ამას? ანსამბლის, ანსამბლს თავისი მიზანი აქვს, ანსამბლი, როდესაც ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ ეს მიზნები იმდენად არ იყო კონცენტრირებული, რამდენადაც დღეს არის, განვლილმა 12 წლის სამუშაოებმა ჩვენი გეზი მოგცა, ჩვენი კალაპოტი მოგცა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული სამუშაოები შევასრულეთ. ერთი მხრივ მუშაობთ ჰერეთის ფოლკლორზე, ტრადიციულ ეთნოგრაფიულ მასალებზე, ასევე მუსიკაზე, რა თქმა უნდა, თავისთავად რამდენადაც ანსამბლი მუსიკალურია. მეორე მხრივ ჩვენი მიზანი არის ჰერეთის კულტურის პოპულარიზაცია ჰერეთის ფარგლებს გარეთ, ანუ დანარჩენ საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციაც უშუალოდ ჰერეთში, ანუ ეგრეთ წოდებულ საინგილოში მაცხოვრებელ ქართველებს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ასეთ საქმეს, როცა ადამიანი აკეთებს, ძირითადად ყველაზე მეტი სირთულე და პრობლემა არის ხოლმე იმ ადამიანების პოვნა, რომლებიც მთელი ენთუზიაზმით ჩაერთვებიან, იმიტომ რომ ასეთ საქმეში პირდაპირ ვთქვათ, ყველაზე დიდ როლს იმ საქმის სიყვარული და დიდი ენთუზიაზმი თამაშობს, ისე არაფერი არ გამოდის ახლა, ამით არავინ დიდრდება პირდაპირ ადამიანურად, რო ვთქვათ, ხომ? რამდენად არიან ის ახალგაზრდები თქვენ გვერდით, ისევე გულანთებულები და მონდომებულები ამ საქმისთვის, როგორც თქვენ აკეთებთ? დიახ, თქვენ სრულიად სწორად შენიშნეთ საკითხი, რომელიც დღემდე ასულდგმულებს ამ ანსამბლს. იმდენად რამდენადაც ჩვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვართ, ძირითადად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ანუ ჩვენ საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტს არ ვეკუთვნით და შესაბამისად მუნიციპალური დაფინანსება, რაც რეგიონულ ანსამბლებს აქვთ, ჩვენ მისი ფუფუნება არ აქვს. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ფინანსური რაიმე მუდმივი სტანდარტი არ არსებობს, ერთადერთი რაც აცოცხლებს ანსამბლს არის სწორედ ეს ენთუზიაზმი და საკუთარი მშობლიური კუთხის უზომო სიყვარული, რომელიც აქვს ამ ანსამბლის წევრებს. აქვე გარკვეული ისეთი ცოტა საკითხი არის, რომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემა, რომელიც თქვენ დაასახელეთ, იჩენს ხოლმე თავს, რამდენადაც ხდება წევრების გადინება, თუმცა ჩვენ ვახერხებთ, რომ სხვა წევრების, ახალგაზრდების შემოყვანით შევალსოთ და ავანაცვლოთ ის დანაკლისი, რათა ანსამბლმა შეძლოს ფუნქციონირების გაგრძელება, შეძლოს იმ ძვირფასი საქმის კეთება, რასაც ემსახურება და რაც თავარია ეს საქმე და ეს მოღვაწეობა იყოს სტაბილური.
ბოლოს, როდესაც თქვენ იყავით პიკისაათის სტუმარი, მაშინ მე მოვისმინე და ერთი სიმღერა ქონდათ სტუდიური ჩანაწერის გულისხმობ გაკეთებული. რა შეიცვალა მას შემდეგ? ხომ არ ჩაგიწერიათ კიდევ და რეპერტუარი რამდენად გამრავალფეროვანდა და ბარემ ერთად გავაერთიანებ რამდენიმე კითხვას და ბარემ თქვათ ერთი-ორი სიტყვით ლაგოდეხში 5 ივლისს რა და როგორ იქნება? დიახ, სტუდიურ ჩანაწერს რაც შეეხება, სწორედ ეხლა ჩვენ უკვე ასე ვთქვათ, საკუთარ სტუდიის მსგავს ახლა სტუდიას ვერ დავარქვენ, იმიტომ რომ სტუდია ბევრად დიდ რამეს მოიცავს. ანუ კერძო პატარა ჩასაწერ ადგილს ვაკეთებთ სივრცეს, სადაც გვექნება უკვე საშუალება, რომ ეს ჩვენი რეპერტუარი მთლიანად ჩავწეროთ. რაც შეეხება ლაგოდეხის და სამთაწყაროს კონცერტებს, პირველ რიგში ისე მივასალმები ამ ორი მხარის ლაგოდეხის და სამთაწყაროს მოსახლეობას, სადაც მათ შორის ჩვენებურებიც, ანუ ერელებიც ცხოვრობენ. მათ შორის გამოთხოვილები და ასე შემდეგ. აქ ჩვენ გვექნება კონცერტები კვირას სამთაწყაროში, ხოლო ორშაბათს ლაგოდეხში კინოთეატრი სინემა არის აქვს ლაგოდეხს, ესეთი სივრცე, სადაც ერთი მხრივ გაშვებული და გაჟღერებული იქნება ჩვენი რეპერტუარიდან სიმღერები უპირატესად ჰერეთის ფოლკლორი და ასევე რამდენიმე ნიმუში საქართველოს ხალხური სიმღერების სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლობიდან. რაც შეეხება სამთაწყაროს, ამ ეტაპზე სამწუხაროდ სამთაწყაროს რაიმე დარბაზი არ აქვს და ამიტომ უფრო ესეთ ღია სივრცეში გავაკეთებთ საინტერესო პერფორმანსს. ლაგოდეხზე შევნიშნავ, ლაგოდეხში გარდა მუსიკალური ნომრებისა ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა ნარატიულ პრეზენტაციაც და ასევე ძალიან საინტერესო ვიდეო კადრებს გავუშვებთ ერთ დოკუმენტური მასალების შესახებ, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩაწერილი. ასე რომ ძალიან საინტერესო საღამო ელოდება ლაგოდეხის მაცხოვრებელს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩართვისთვის და მე მინდა კიდევ ერთხელ რაც საუბრის დასაწყისში ვთქვი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს გვიგულეთ თქვენს მხარდამჭერებად, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია ისევე როგორც თქვენს გვერდით ვდგავართ ამ ღირებულებებში, ეს ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფრის შენარჩუნება ძალიან აუცილებელია და ქვეყნისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, მე ასე ვთვლი და მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ. და საუბრის დასასრულს იმ სიმღერას გავაჟღერებთ, რა თქმა უნდა, იმ სტუდიურ ჩანაწერს, რომლის პრემიერაც პიკისაათში შედგა თავის დროზე, როდესაც საუბრობდით არაწითი ღვინის დავლევა ამ სიმღერას გულისხმობ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საუბრისთვის. დასმისი და ღვინის დასალევი. ნახვამდის და მადლობა მხარდაჭერის. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. ანსამბლ ჰერულას ხელმძღვანელი ვასილ პაპიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. არაწითი ღვინის დავლევი Children
모시 알아줘에 보내 알아줘에 보내 გაიღვიძე საქართველო პიკის საათთან ერთად დაიწყე დილა საქართველოს რადიოს ეთერში პიკის საათი